კრებებზე როცა საუბრობთ ხელოვნებაში და კრიმინალური სამყარო, იმიტომ რომ მაგალითად ირაკლი შანიშვილა კრიმინალებს უწოდებდა თავად ოცნებას. ანუ და ხალხს რომელიც მომჭრელი არა, მე გულწრფელად ნამდვილ სუპერ კრიმინალებს მინდა რომ აი ამ სიტყვას მისწოდება ყურადღება მიაქციო. რატო ამას ძალიან მალე საზოგადოება ქუთქუთაკის ეს ჩოპროშკა უფრო მეც კრიმინალები ხომალდ უხელიან ჩემი კითხვის საპასუხოდ რა გიეს თქვით თქვენ ახლა და მე ინფორმაცია ხომ არ მოსულა თქვენამდე რომ მათ უკვე განახორციელეს ერთხელ როდესაც ჩვენი ეს ფილმსები დაიწყო ჩემი ოჯახის წევრზე გარკვეული ასე ვთქვათ თავდასხმები არაფერი ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი მცდელობა და მესამე მცდელობის ჯერზე ამათი ციფრო შეიძლება გაფრთხილდეს ყველა მიცის ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოგდის ინფორმაციები მათ შეცვალეს სტრატეგია თქვენს რომ მოდი ეხლა ჩიკვაიძის მალე მოვჩეთ და ციხეში ისე მივხედავთ როგორც გვინდა იგა არავის არც მათ დაქვემდებარებული კრიმინალების არც თვითონ კრიმინალი გამიტაშვილის არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში აი საოცრება ხდება ესე იგი იგა 38 წლის ვარ და ჩემ თავთან სულ ჯელო ბოლო პერიოდში აი განსაკუთრებით ხნებ გზნობ თავს და აი ხანდახან ჩემ თავს ვეკითხები რომ რა გიხარია ანუ იმიტომ რომ გადაწყვეტილია ჩვენი დაკავება ხო საბოლოოდ დავაცნობიერებდა რომ იმის გააზრება რომ ეს არის სინდისის ხმა რომ მე ვიჯები ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის და იმიტომ რომ ანტისახელმწიფოები ქნებოდა სხელი არ მოვაწერე ამისთვის ვიჯები ამიტომ ეს ვისების აკითხია და ვისება ამ ადამიანების გარეთ უცხო ამიტომ გონიათ რომ აი ამ მეთოდები რაღაცნაირად ყველაზე ეკნება ზეგავლე გიორგი იცით რა მაინტერესებს განსაკუთრებით ამ დღეებში მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დატოვა ქვეყანა რომელიც ასევე პირდაპირ იყო ოლიგარქის პირადი სამიზნე ხომ არ შეგიმჩნევიათ ხომ არ გაძლიერდა თქვენზე თვალთვალი რაც ამ ბოლო პერიოდში იყო ანუ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით თუ არა მე შემთხვევით არ გავიხსენე შაიშმელაშვილმა დაასწრო ოცნებას გიორგი ბაჩიაშვილმა დაასწრო რაც სულიად წარმოუდგენელი იყო ალბათ აი თქვენ შემთხვევაში ხომ არ გააძლიერეს ეს თვალთვალი შეგეცხოვა გამბენისა რასაც ყოველდღიურად აკეთებენ ეს მანქანები და ასე შემდეგ დღეს ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში როდესაც ხილს ვიდულობდით ორი ადამიანი ერთი მარჯვნიდან მეორე მარცხნიდან მერდა და ჩართული ტელეფონით მივიღებენ ფოტოებს და მე რა თხოვო და უკეთეს ფოტოებს მიცეს რაც ალბათ გამოვიგულო გიორგი რასელით ეხლა თქვენ რასელით თქვენ ჩაპტი ორი რაშტერია ხა ის არის სამწუხაროდ სარეზერვოდ ეს ვერ მოხდება არ მოხდება შეცვლაში ჩვენ ვაპირებთ ჩვენ გააზრებული გვაქვს რომ ჩვენ ვეცილებით დროებით რა თქმა უნდა ამ რეჟიმის მხედრებს ამიტომ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და ეს იქნება გარდაუვალი უბრალოდ აქედან კიდევ მინდა მივხვდეთ როგორც ხელოვნებაში ისე ის აი ამ დროს პანას რომელიც ასე მოდის მერე გოლების მიხედვით აფეთქი ბედის წრეები აფეთქი აი ამ ბუნდიმარე უგანოსაუბრო ბიჭები თვითონ ამბობენ და გამდავლები ერთი ასეთი როცა დაიწყება თქვენი პასუხის გება ეს გაზაფხული ძალიან მალე დადგება საქართველოში კარგად დაიმახსოვროთ ჩემი როდისა ჩანიშნული და ანუ სავარაუდოდ როდისთვის ელოდები თქვენი შეგვიძლია ამ საქართველოსთან დაიშვან ვახჩემი ნამდვილად ბოლოს ელოდები კიდე მაგერიც და ეს სავარაუდოდ იქნება შედეგი რომის მოვიდეს გვაქვს მაგრამ ჩვენ არ ვიგვაქვს გამშვიდებული ყოველდღიურად დღესაც არაერთი შეხვედრა ჰქონდა სხვა ქვეყნის საელჩოსთან ჩვენ ვაწყობთ აურაცხელ ინფორმაციას ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მართლმსაჯულოს ჩვენზე ისე ვთქვათ რაც კავშირში არის რიცხვებთან რომლებიც ჩვენ ვერჩია და
მე მჯერა რომ ძალიან არის თქვენ ვიდეო ძინეს საფასო რეაქციას გასაგებად ევროპის სანქციებს გულისხმობ. არა მარტო სანქციებს, მათ შორის ჩემი მართლაც იქნება საკმაოდ სოლიდური განცხადებები სანქციებთან. მადლობა გიორგი, მშვიდობა გქონდეთ, რა ვიცი, რა უნდა გითხრათ, არ ვიცი, ალბათ რასაც როგორც ვითარდება პროცესები და რა დაჩქარებული ტემპითაც მიდის მათ შორის თქვენი სასამართლოები, სავარაუდოდ გადაწყვეტილება საბოლოოა. მაგარი ხსოვი. პროცესი უბრალოდ უნდა მოხდეთ და დაესწრო და შეხედოთ იმ პროექტებს, როდესაც მოსამართლე მაგალითად აპირებს თანიათი წავიდა. ევეგი რომ გამოვა. ჩვენზე შეიძლება დაისახება მე ჩვენ გეუბნებიან ამას პირდაპირ სასამართლოზე. სასამართლოზე ვაპარაკობ. ანუ ამას პირდაპირ გეუბნებიან რომ თქვენი განცხადებები. ფრაზებია გამოწერილი, მაგალითად ეცინას დონეზე, საბატონო იზაკელიანის განაცხადა, რომ აი თქვენ ამადამ დღეს ეთერში ახსენეთ, თქვენი სიტყვა ახირება და აი ამაზე გამიმართა პოლემიკა. Yes. არ ვიცი, მე არ მაქვს კარგი მოლოდინი თქვენთან დავამეწყოთ. ყოველ შემთხვევაში როგორც ჩანს ის დაჩქარებული სასამართლოების ამოდებელებს ავარაუდოდ პასუხისმგებლობის საფრთხეს დააყენებენ, აი ბარჩევსკი ამბობდა, რომ შესვლა იქნებოდა ძალიან მძიმე გაუწყლესი ივანიშვილისგან ნათქვამიო. თქვენ რაღაც მსგავსი შემომიტოლის გია პირდაპირ გეუბნები. პირდაპირ გეუბნების კაბინეტებში რა საუბარიც იყო ის ინფორმაცია მიჩნევს. მაგარი. ეს არის მათი მდგომა ადამიანების მიმართ, რომ დავამებოთ დავუჭერთ რა დარჩა, იმიტომ რომ ბაგენშვილისო, ციტაში მიწერეთ როგორც აღწერა. ადამიანებს წებენ ვიდეოებს ეს მასიამბობს. აი ეს არის მისი გამოკიდებულება ადამიანების. ხელი არ მოაწერა იმას. მადლობა გიორგი, რამის დამატება ხომ არ გსურთ და მე გადმოვინახავ. მადლობა, თქვენ გიორგი ჩიკვაიძეს უსმენთ. რაღა უნდა დავამატო, აი არ ვიცი, რას უნდა დავაკეთო, ეს ორი გოგონა დაალახეს